სანამ ბატონი ზურაბ-ჟვანია იტყოდა რომ მე ვარ ქართველი, მაშინ და მე ვარ ევროპელი, ქართულის ურბანულ მითოლოგიაში უკვე არსებობდა ესეთი ცნება, რომელსაც ერქვა ევრორემონტი, რაც ნიშნავდა რომ ეს რაღაცა კარგი იყო, უფრო ვიდრე იქამდე არსებული საბჭოთა. ევროპა არის ჩემთვის განსხვავებულის თანაარსებობა ჰარმონიაში. დამოუკიდებლობის შემდეგ თვითონ საქართველოში, რა თქმა უნდა, ნიადაგი არსებობდა იმისთვის, რომ ჩვენ გაგონითარებია ნაყოფიერი ურთიერთობები ევროკავშირთან. I really wanted to be part of Georgia's success story. ეს მაშასადამეს ნაწილი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ევროპელობა არის სწორედ ამ ქართველობის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის ძალიან დიდი დღე იყო. Georgia is being welcomed unanimously. Every Georgian, all people in our country are waiting today for the news from this chamber. You are part of our family. You are the future of our union and in our union, and our union is not complete without you. საქართველოს ქონდა ევროპული მისწრაფებები საუკუნეების წინ. ბნელ შუა საუკუნეებში მთელ ევროპაში რენესანსული იდეები გამოაცხადა ერთმა ასეთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მერე ჩვენ რუსთაველი ვუწოდეთ. იქვე იყო ჩასახული აი სოლიდარობის იდეა, ხამს მოყვარე, მოყვრისათვის თავი ჭირს არ დამრიდად. აი ეს იდეა სოლიდარობის, რომ ადამიანი მარტო არ არის ამ ქვეყნად და მთელი მისი ფასეულობა, ღირებულება არის სხვა ადამიანთან, მეორესთან ურთიერთობა, აი ეს საოცარი რამეა. და შემდგომ ყველაზე უფრო რეალურად ეს მისწრაფებები რაღაც განხორციელდა, ან დაიწყო განხორციელება პირველი დამოუკიდებლობის დროს, ანუ პირველი რესპუბლიკის დროს. ძალიან ბევრ ევროპულ და დასავლურ ქვეყანას, ამ დასავლურ ქვეყანაში ალბათ ამერიკას მოვიაზრებ, ქალებს ჯერ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, როდესაც საქართველოში ქალები მაჟორიტარებად იყვნენ წარდგენილები და მათ შორის ეთნიკური უმცირესობებიც კი. დემოკრატია ხო ეგ არის, რომ ყველას თანაბარი საშუალება უნდა მისცე და ამ თანაბარ საშუალებას ყოველგვარი სქესის და გენდერის გარეშე ქართული სახელმწიფო 1918 წელს აძლევდა თავის მოქალაქეებს. თუმცა ეს შეწყდა, მაგრამ არასდროს არ შემწყდა ქართველებში აი ეს სწრაფვა ევროპისკენ რაღაც ერთიანობის შეგრძნება, რომელიც სხვადასხვა ასპექტებში ვლინდებოდა, გნებავთ საბჭოთა პერიოდშიც. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! არაოდეს ერთი! The first years of independence, Georgia found itself in such a disorder and chaos that hardly anyone could believe in the future of the country. We experienced all hardships of civil war, total collapse of our economy, enormous social crisis. ამ დროს მოვიდა ევროკავშირი პირველად დასახმარებლად. პირველი ნაბიჯები ეს იყო, რა თქმა უნდა, ევროპიდან წამოსული ჰუმანიტარული დახმარება, ცალკე ჰუმანიტარული დახმარება, ფინანსური დახმარება, ეს ქმნიდა საფუძველს იმისთვის, რომ საერთოდ იარსება და სტაბილური ყოფილიყო ქვეყანა. შემდეგ ტექნიკური დახმარება, რომელიც უზრუნველყოფდა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის განვითარებას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, უდიდესი როლი საქართველოს საერთოდ როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ითამაშა ევროკავშირმა. ქართული კულტურა იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ეკლექტიკურია. აი ეს ეკლექტიკურობა და ეს განსხვავებულობა, სხვადასხვა რაღაცის თანაარსებობა. ეს არის ალბათ ის, რაც რაღაც ჩემთვის ძალიან ახლოს მიდის ევროპასთან. იმიტომ რომ ევროპაც არ არის რაღაც ერთი ნაცია, ერთი ერი, მილიონი კულტურაა, მილიონი განსხვავებული აზრია.
სამდროში ევროკავშირში ყველა საინტერესო ის არის, რომ ყველა პატარა ერი თავის კულტურით არის ფართო წარმოჩენილი. ანუ ესე რო შეხედო იმაზე ფურცელზე, ქართველს, ბულგარელს და არ ვიცი, ჰოლანდიელს რაც აქვს, საერთო არის ის, რომ თვითმყოფადი კულტურა გაქვს, ამ კულტურით შედიხარ და ეგ არის ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა საინტერესო, რომ მე რაღაცას კი არ კარგავ ევროკავშირის შესulis დროს, არამედ ეს რაღაცა მიმაქვს ევროკავშირში და რაღაც ახალს ვაძლევ, რომელიც მას არასდროს არ ქონია. თვითმყოფადობა, ჩვენი ხასიათი და ჩვენი კულტურა. ეს ერთად ყველაფერი არის კიდევ ერთი ფერი ევროპისთვის და რა კი ევროპა ეფუძნება მრავალფეროვნებას სწორედ და ამავე დროს ყველა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებას. აი ეს არის საფუძველი. 2009 წლამდე, სანამ დაარსდებოდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან შეიძლება ითქვას იყო რეგიონული ხასიათის. მაგრამ ამის შემდეგ ქვეყანას მიეცა შანსი, რომ პრაქტიკულად წასულიყო თავისი გზით უკვე ევროკავშირთან ურთიერთობებში. აღმოჩნდა 3 ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა განსაკუთრებული ამბიცია ევროკავშირთან დაახლოების: მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. და ამ 3 ქვეყანასთან გაფორმდა შემდგომში 2014 წელს, როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმება. თავისთავად შემდგომი ეტაპი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის დაწყება, თუმცა აქ არ იყო კონსენსუსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. We had endless discussions about eligibility of Georgia becoming member of the European Union, and with this historic decision, those divisions have been over. 2023, Georgia becoming formally a candidate country for EU membership. This has been clearly an amazing day, probably the most successful day of my professional career. We were all really happy celebrating on the streets of Tbilisi. Filozawt საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. European Union extends to all spheres of life, and it makes the livelihood of European citizens much more prosperous. ყველაზე მეტი პროექტი კახეთის რეგიონში გაკეთდა თელავში. ტურიზმის განვითარებაში მოიაზრება ყველა ის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ნებისმიერი სახით განვითარებას. დახმარებით ხდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წინ წამოწევა, პოპულარიზება. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ალტრუისტული, ესე ვთქვათ, სენტიმენტებიდან. მთავარი აქ არის პრაგმატიზმი და ძალიან შორსჭრეტელობა. ევროკავშირს ურჩევნია, რომ მისი მეზობლები, მის გარშემო არსებობდეს სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთანაც ექნება თანასწორუფლებიანი, ესე ვთქვათ, ურთიერთობა. For the moment, we are a family of 27 member states. The more, the better. The more diverse, the richer. I want to know the people of the Western Balkans, Ukraine, Moldova, and Georgia, to know you are part of our family, you are the future of our union and in our union, and our union is not complete without you. საკითხი გვინდა თუ არა ევროპის ნაწილი ვიყოთ, ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, ესე ჩემთვის საერთოდ არ დგას რა, ამის ნაწილი ხარ. ევროკავშირის წევრობა უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ყოველთვის იყო ამის ნაწილი და ეს გვინდა რა, ანუ ჩვენ გვინდა იქ დაბრუნება, იქ ყოფნა, სადაც გვეკუთვნის სინამდვილეში. ქართველმა რომ ევროპაზე უარი თქვას, ქართველმა მაშინ უნდა თქვას ქართველობაზე პირველ რიგში უარი. და ჩვენ თუ ქართველობას დავთმობთ, შესაბამისად ევროპის დათმობაც მოგვიწევს, იმიტომ რომ დაუბრუნდებით ისევ იმას, სადაც 90-იანებში ვიყავით. თუ საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა ვერ შეძლებდა დემოკრატიული სისტემის სტრუქტურის უზრუნველყოფას, რომელიც დაიცავდა მოქალაქეებს ერთმანეთისგან და ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ თავიანთი თავის გამოვლენის და თავიანთი თავისუფლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, მივიღებდით სიტუაციას, სადაც ეს კლანები, მაფია და ეს მართავს და ამ ტიპის სისტემა საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის მოიტანდა ძალიან დიდ ზიანს.
We are so happy and proud that my generation, our generation, was privileged to announce in the hemicycle these very simple words. Me var Kartveli, da mashasa da me var Evropeli. I am Georgian and therefore I am European.